მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ვიდეო PhD-ის შესახებ, რომელსაც დაგკვირდით საუკუნის წინათ, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს და დღეს არის ეგ არასდროს. კერდა, დღეს არის ეგ გვიან. კარგი, დავიწყოთ. მე ვსწავლობ ავსტრიაში დოქტორანტურის საფეხურზე გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით 2023 წლის ბოლოდან და დღეს მოგიყვებით რა გზა გავიარე PhD-მდე მოსასვლელად და შეიძლება გამოადგეს იმ ხალხს, ვინც ახლა გადის იმავეს, ან სამომავლოდ აპირებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, განსაკუთრებით დოქტორანტურის საფეხურზე და განსაკუთრებით ევროპაში და განსაკუთრებით ავსტრიაში. მე როცა ვეძებდი PhD პროგრამებს, მაშინ ვუყურებდი ასეთ ვიდეოებს და აქვე გამოვყოფ მარიამ ღებრიშვილის და დია გოგიშვილის YouTube არხებს. გადახედეთ მათ YouTube არხებსაც აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია აქვთ CV-სთან, სამოტივაციო წერილებთან, სარეკომენდაციო წერილებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ვიდეოები უფრო მეტად გამოგადგებათ. რაც შეეხება ჩემს PhD-ს და ზოგადად ჩემს გამოცდილებას. პირველ რიგში, როცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტ, თქვენთვის უცნობი არ იქნება, რომ დაგჭირდებათ ენის სერტიფიკატი. დოქტორანტურის საფეხურზე ძირითადად სჭირდებათ ინგლისური ენის სერტიფიკატი, TOEFL-ი ან IELTS-ი. ევროპაში რაც მინახავს დოქტორანტურის პროგრამები, ძირითადად ყველა არის ინგლისურენოვანი. თუმცა მაინც დააკვირდით, შეიძლება სახელმწიფო ენის ცოდნასაც ითხოვდნენ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში TOEFL-ის და IELTS-ის შემთხვევაში რაც უნდა გაითვალისწინოთ რა არის მინიმალური მოთხოვნა კონკრეტული უნივერსიტეტისთვის, ანუ რამდენ ქულას ითხოვენ. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში გრაცის უნივერსიტეტი დოქტორანტურის საფეხურზე ითხოვს 95 ქულას TOEFL-ში. IELTS-ზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ოფიციალურ საიტზე ყოველთვის დევს. სხვათა შორის, ვინც TOEFL-ის ჩაბარებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ენის ცოდნაზე იმდენად ორიენტირებული არ არის, რამდენადაც უნარზე, რომ შეზღუდულ დროში მოასწროთ დავალებების გაკეთება. გირჩევდით, რომ გამოცდის თარიღი რომ მოახლოვდება, რამდენიმე კვირით ადრე უკვე დაიწყოთ მსგავსი ტესტების კეთება, რომ გქონდეთ წარმოდგენა, რა ტიპის სტრესი გექნებათ გამოცდაზე. შემდეგი ნაბიჯი არის უკვე PhD პოზიციების მოძიება. შემდეგი რა იდეაში ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად უნდა აკეთოთ. ანუ თუ ენის გამოცდისთვის ემზადებით, პარალელურად შეგიძლიათ PhD პოზიციებსაც გადახედოთ, გეცოდინებათ რა კრიტერიუმები აქვთ, რა მოთხოვნები აქვთ და პირობითად თუ კი რაიმე უნარის ან ცოდნის განვითარება გჭირდებათ მაგ პერიოდში, მაგის შესაძლებლობაც გექნებათ. კარგი, როგორ მოვიძიოთ PhD პროგრამები? პირველ რიგში, თუ კი იცით რომელ უნივერსიტეტში ან რომელ ქვეყანაში გსურთ სწავლის გაგრძელება, მანდ უფრო მარტივად არის საქმე. თუ უნივერსიტეტი იცით, მთლად კარგი. პირდაპირ უნივერსიტეტის ვებგვერდში ამოწმებთ და იპოვით ინფორმაციას. თუ კი ქვეყანა იცით, მაგ შემთხვევაში გირჩევდით, რომ გადახედოთ იმ ქვეყნის განათლების სამინისტროს ვებგვერდს. იმიტომ რომ ხშირად აქვთ განყოფილება გრანტებისთვის და სტიპენდიებისთვის, ან PhD პროგრამებისთვისაც მათ შორის და შესაძლოა რაიმე იპოვოთ. თუ კი ევროპაში გეგმავთ სწავლის გაგრძელებას, გირჩევდით EURACCESS, ეგეთი ვებგვერდი არსებობს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ვებგვერდია რისერჩერებისთვის. აკადემიური პოზიციები იდება ევროპის მასშტაბით და მათ შორის PhD პოზიციებიც. როცა გაფილტრავთ მაგ საიტზე აირჩიეთ early researcher და თქვენი შესაბამისი მიმართულება აირჩიეთ და გაფილტვის შემდეგ გამოგიყრით PhD პოზიციებს. თუ კი ავსტრიაში გეგმავთ სხვათა შორის სწავლის გაგრძელებას, არსებობს ავსტრიული ბაზა გრანტების და სტიპენდიების დაფინანსების მოპოვებისთვის grants.at ეგეთი ვებგვერდია. აღწერაში დავამატებ პრინციპში და შეგიძლიათ მაგას გადახედოთ. მსგავსი ბაზა უნდა არსებობდეს სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც. მახსოვს, რომ გერმანიაში როცა ვეძებდი პოზიციებს, დადის გვერდი იყო თუ სხვა გვერდი იყო, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ექნებათ. ყოველ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მაინც იქნება რაიმე ინფორმაცია. კარგი, შემდეგი ნაბიჯი.
შემდეგი ნაბიჯი არის უკვე აპლიკაციის გაგზავნა. ძირითადად ითხოვენ CV, სამოტივაციო წერილს, სარეკომენდაციო წერილებს და ასე შემდეგ. როგორც უკვე ვახსენეთ, დეას და მარიამს აქვთ არაჩვეულებრივი ვიდეოები ამ თემასთან დაკავშირებით. მე გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას, რაც მე მოვიპოვე ჩემი ინტერვიუდან, ჩემს ამჟამინდელ ხელმძღვანელთან. მოკლედ, ჩემი CV მაგ პოზიციისთვის, მაგ აპლიკაციაში იყო საკმაოდ ტექნიკური და მადლობა ჩემს მეგობარ თამარს, რომელმაც გააკეთა ჩემი CV-ს რევიზია და ფერსაც კი ყურადღება მიმაქცევინა. თუმცა, როგორც ჩემმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, როცა აკადემიური პოზიციისთვის აკეთებთ განაცხადს, მაგ შემთხვევაში სჯობს, რომ გქონდეთ აკადემიური CV. აკადემიური CV-ები შეგიძლიათ ნიმუშები მოიძიოთ overleaf-ზე, აქვთ ბევრი ნიმუში, მათემატიკოსებს არ გაგიგვირდებათ პრინციპში. ლატექსის ფაილებია და შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის მიხედვით დაარედაქტიროთ. CV-სთან დაკავშირებით ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ კი რაიმე საერთაშორისო გამოცდილება გაქვთ მიღებული უკვე, რაღაცნაირად თვალში მოსახვედრად რომ გამოყოთ. აი მე მაგალითად ჩემი პირველი აკადემიური CV რომ გავაკეთე, გაცვლითი პროგრამით გაცვლითი სემესტრით ვსწავლობდი საფრანგეთში მაგისტრატურის განმავლობაში და ფაკულტეტის დასახელება კი არ გავამუქე უნივერსიტეტის სახელები და ქვეყანა. ანუ განათლების სექციაში, იდეაში. და რაღაც მსგავსი ხრიკი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ როცა CV-ს დახედავენ, უფრო თვალში ხვდებათ როგორც ჩანს. ასევე სარეკომენდაციო წერილზეც, თუ კი უცხოელ პროფესორს, ლექტორს დააწერინებთ სარეკომენდაციო წერილს, უმჯობესია. სამოტივაციო წერილზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგაზე რჩევები არ მიმიღია. არ ვიცი კითხულობენ თუ არა. მაინც სხვა ვიდეოებსაც გადახედეთ. კარგი, შემდეგი რა გვაქვს? ხო, ვორდში. ეს იყო მთლად. რაღაც გამომრჩა ძიების პროცესზე, აქ ერთმა პროფესორმა გვირჩია პოსტდოქტორანტურის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია, რომ PhD პოზიციებზეც უნდა ამართლებდეს. თუ კი იცით ვინმე პროფესორი ან მეცნიერი, რომელიც თქვენი მიმართულებით მუშაობს, ან საინტერესო პროექტზე მუშაობს და თქვენც იმუშავებდით, მაგრამ ესე ღია PhD პოზიცია, ვაკანსია არ დევს, გააგზავნეთ დაინტერესების წერილი. აღუწერეთ თქვენი ცოდნა გამოცდილება, უნარები და კითხეთ ხომ არ აქვს PhD პოზიცია, ან ხომ არ აპირებენ უახლოეს მომავალში გამოცხადებას. შეიძლება თვითონ არ გქონდეს PhD პოზიცია, მაგრამ რეკომენდაციას გაგიწევთ სხვასთან, ან თქვენ დაგაკავშირებთ სხვა პროფესორთან თუ სხვა მეცნიერთან, რომელიც შესაძლოა იმავე მიმართულებით მუშაობდეს. და კიდევ ერთი მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის მათემატიკის მიმართულებით. მე მქონდა გაგზავნილი აპლიკაცია Erasmus Mundus-ის მაგისტრატურის პროგრამაზე. ინტერდისციპლინარული მათემატიკა ეგეთი პროგრამა აქვს. მაგ პროგრამას კარგი ისა აქვს, რომ დაფინანსებაც აქვს და თან შესაძლებლობა გაქვთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში ისწავლოთ. თუ არ ვცდები, 3 ქვეყანა იყო: იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი. საკმაოდ კარგი პროგრამაა და გირჩევთ რომ გადახედოთ. შეზღუდული ადგილები აქვთ, მაგრამ ცდად ღირს. მაგ პროგრამის გარდა მათემატიკის მიმართულებით სხვა პროგრამებიც უნდა ჰქონდეთ, ამიტომ Erasmus Mundus-ის გვერდსაც გადახედეთ აუცილებლად. მე მგონი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდო და სავარაუდოდ რაღაცები გამომრჩებოდა, მაგრამ თუ კი რაიმე უფრო დეტალურად გაინტერესებთ, დააკომენტარეთ ან მომწერეთ და დაგაკვალიანებთ. Bye!